ამ არხზე ჩვენ ვლოცულობთ წმინდა წერილებით ერთად. მოციქული იოანე გვეუბნება 1 იოანეს თავი მეხუთე, მუხლებით 14-დან 15-მდე. და ეს არის გაბედულება, რომელიც გვაქვს მის მიმართ, რომ თუ რამეს ვითხოვთ მისი ნების თანახმად, ის გვისმენს. და თუ ვიცით, რომ ის გვისმენს, რასაც არ უნდა ვითხოვდეთ, ვიცით, რომ გვაქვს სათხოვარი, რაც მას ვთხოვეთ. ეს მონაკვეთი გვაძლევს წარმოუდგენელ გაბედულებას ლოცვაში. მაგრამ ის ასევე ბადებს მნიშვნელოვან კითხვას. როგორ ვიცით, რომ ვლოცულობთ ღვთის ნების თანახმად? ყველაზე ნათელი, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ძლიერი გზა ამის გასაკეთებლად არის ვილოცოთ წმინდა წერილებით. ღმერთმა უკვე გველაპარაკა თავისი სიტყვით. და როდესაც ვიღებთ იმას, რაც მან თქვა, და ვპასუხობთ მას ლოცვით, ჩვენ ვუსწორებთ ჩვენს გულებს მის ნებას. ჩვენ აღარ მკითხავთ. აღარ ვცდილობთ ვიპოვოთ სწორი სიტყვები. ჩვენ უბრალოდ ვეთანხმებით იმას, რაც ღმერთმა უკვე თქვა. მე მიყვარს ამის წოდება. ღვთაებრივი საუბრის დაწყება. ღმერთი საუბრობს თავისი სიტყვით. ჩვენ ვპასუხობთ ლოცვით და ურთიერთობა იზრდება ამ გაცვლაში. ამ არხზე მე და ჩემი გუნდი ვაჩვენებთ ამ სახის ლოცვების მაგალითს თქვენთვის. ჩვენ ვილოცებთ პირდაპირ წმინდა წერილის ტექსტიდან. მონაკვეთი მონაკვეთზე, მუხლი მუხლზე. რათა მოისმინოთ, როგორ ჟრერს. ღვთის სიტყვის უკან ლოცვად გადაგქცევა. მაგრამ არ გვინდა, რომ აქ გაჩერდეთ. გვინდა, რომ ილოცოთ ეს ლოცვები ჩვენთან ერთად. და შემდეგ გახადოთ ისინი თქვენი. და ეს წმინდა წერილმა ჩამოაყალიბოს თქვენი ენა. თქვენი სურვილები. თქვენი რწმენა. თქვენი გაბედულება ღვთის წინაშე. და ამატეთ თქვენი საკუთარი ტვირთი. თქვენი საკუთარი საჭიროებები. თქვენი საკუთარი მადლიერება. და თქვენი საკუთარი თაყვანისცემა. თუ გსურთ ნახოთ ეს ლოცვები დაწერილი, ეწვიეთ ჩემს ბლოგს Royal Perspectives, გამზე, სადაც თითოეული ლოცვა ხელმისაწვდომია წასაკითხად და დასაფიქრებლად კვირის განმავლობაში. ასე რომ შემომიერთდით, რათა ვისწავლოთ ლოცვა გაბედულებით და დავიწყოთ ღვთაებრივი საუბარი. ერთად, წმინდა წერილებით ლოცვით.